მე ვარ ნიკა ვაჩეიშვილი, თქვენ უყურებთ Sportline-ის YouTube არხს და მინდა მოგილოცოთ, ჩვენ უკვე 1000 გამომწერი ვართ და ერთი თხოვნა გვაქვს თქვენთან. ძალიან მალე ავიდეთ 2000 გამომწერზე და თქვენ ნახავთ უამრავ საინტერესო კონტენტს ჩვენს YouTube არხზე. ამიტომ არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ. City-ში მისვლისთანავე გვარდიოლა შეუდგა შემადგენლობის ტოტალურ წმენდას. მან თავიდანვე მიუთითა კარისკენ City-ს მრავალწლიან ვეტერანებს და წინა წლის ახალ წეულებს. დემიშელის, ბონის, ნასრის, მანგალას და სხვებს. მოკლედ, არავისთვის არის საიდუმლო, რომ გვარდიოლა არის ავტორიტარული მწვრთნელი. ამას რა თქმა უნდა მოძებს უამრავი კონფლიქტი ტოპ ფეხბურთელებთან. მოდით გავიხსენოთ ვისი კარიერის გაფუჭებასა და გვარდიოლამ. დღევანდელ ეპიზოდში თქვენ ნახავთ ტოპ 10 ფეხბურთელს, რომლის კარიერის დამარხვაც გვარდიოლამ სცადა. მეათე ადგილი და გავიხსენოთ ორი ახალგაზრდა ტალანტი მიუნხენის ბაიერნიდან, ემრე ჩანი და შაკირი. გერმანელ საყრდენს პეპმა კლუბის დატოვება რამოდენიმე ვარჯიშის შემდეგ სთხოვა და ბაიერშიც გაუშვა. და მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენელებმა პრიორიტეტული გამოსყიდის უფლება დაიტოვეს, პეპმა ეს უფლებაც არ გამოიყენა, მიუხედავად იმისა, რომ ემრემ ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. ამიტომ ემრე გადავიდა ლივერპულში, სადაც საბოლოოდ ათამაშდა. ის ნაკრებშიც გამოიძახეს და საკმაოდ კარგი კარიერაც აიწყო. ხოლო ბოლო წლების ყველაზე ნიჭიერ შვეიცარიელ შაკირის პეპი წელიწად ნახევარი სკამზე ინახავდა. როგორც ჩანს, იგი უბრალოდ არ ჯდებოდა ტაქტიკურ სქემებში. შედეგად შაკირიმ ვეღარ გაძლო და ინტერში წავიდა. მეცხრე ადგილზეა ალექსანდრ გლები. ფეხბურთელი იყიდეს არსენალიდან 17 მილიონ ევროდ, თავად გვარდიოლას ინიციატივით. თუმცა გვარდიოლამ არ გააფრთხილა, ხოლო თავად გლებმა არ იფიქრა იმაზე, რომ მის პოზიციაზე თამაშობდნენ ჩავი და ინიესტა. გაუგებარია საერთოდ რაში სჭირდებოდა კატალონიელს გლები. თითქოს გვარდიოლამ რაღაც ბიჟუტერია იყიდა 17 მილიონ ევროდ, რადგან უბრალოდ ასე მოუნდა. ცოტა ითამაშა ახალი შენაძენით და გადააგდო კრილია სავეტოვში. ბარსელონიდან კრილია სავეტოვში, უიშვიათესი მარშრუტი. ამავე პერიოდში ბარსელონამ იყიდა ჩიგრინსკი, რის შემდეგაც ბარსელონას პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აღარ ჩამოვიდოდა ფსონს ყოფილი SSRK-ის ქვეყნების ფეხბურთელებზე. მერვე ადგილზე ისევ ორი ფეხბურთელია და ორივე მარიო გომესი და მანჯუკიჩი. პირველმა ბაიერნში 4 წლის განმავლობაში გაიტანა 113 გოლი, თუმცა მიუნხენში მოსვლის შემდეგ პეპმა 28 წლის გიგანტი გამოყენებულ მასალად ჩათვალა და კლუბიდან გაუშვა. ხოლო მანჯუკიშს, რომელსაც 2013 წლის ფინალში გოლი ჰქონდა გატანილი, პეპი მთელი წელი იტანდა. ხორვატმა თავიდან ძალიან კარგად დაიწყო და ბუნდესლიგის პირველი წლის ბომბარდირის გახდა, თუმცა მოულოდნელად პეპმა ის სკამზე დასვა და გერმანიის თასის ფინალში საერთოდ არ ათამაშა. ფეხბურთელი გაბრაზდა, რაც პეპს არ უყვარს, ამიტომ იგი მარიოსაც დაემშვიდობა. მეშვიდე ადგილზე არის სამუელ ეტო. სემის გაყიდვის აზრს დღემდე ვერავინ ვერ იგებს. კამერუნელი იდეალურად ჯდებოდა ბარსელონას სტილში და კარგი შეთამაშება ჰქონდა მესისთან. პეპთან ერთად პირველივე სეზონში მან 30 გოლი გაიტანა და კიდევ გამარჯვების გოლი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მეტი რა არის საჭირო? ალბათ არც ერთი ნორმალური მწვრთნელი ფეხბურთელს არ გაუშვებდა ასეთი პერფორმანსის შემდეგ. მაგრამ გვარდიოლამ ჩათვალა, რომ ეტო ცოტას მუშაობს კლუბის სასარგებლოდ და მისი დრო დასასრულს უახლოვდებოდა. ამიტომ ფეხბურთელი ინტერში გაუშვა, სადაც ჟოზესთან თამაშის დროს კამერუნელი ლამის ნახევარდაცვაში ჩადიოდა ბურთის წასართმევად. აქვე მან კიდევ ერთი ლიგა მოიგო, ხოლო გვარდიოლა პარალელურად 100 მილიონ ევროს ხარჯავდა ახალ ფორვარდებზე და თითოეული მათგანი ეტოზე ნაკლებ გოლს იტანდა. მეექვსე ადგილზეა ბასტიან შვაინშტაიგერი. ბასტიანი ალბათ იმ დროის ბაიერნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღზრდილია, რომელმაც კარიერის საუკეთესო წლები ამ კლუბში გაატარა და 13 წელი პრაქტიკულად შეუცვლელი იყო და კლუბის გამო ყველანაირ ფულზე უარს ამბობდა. თუმცა პეპს მსგავსი სენტიმენტები არ აინტერესებს. მან საყრდენ ზონაში ამოწია ლამი და თითქმის მაშინვე უთხრა შვაინს, რომ იგი მის გეგმებში არ შედიოდა. გვარდიოლა წესრიგს ამყარებდა გუნდში, სადაც ბარსელონასგან განსხვავებით ის ავტორიტეტს არ წარმოადგენდა. მან თვითდამკვიდრებას სცადა მრავალწლიანი ლიდერის ხარჯზე და თანაც ეს პერიოდი ბასტიანის ტრამვებს დაემთხვა. მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ შვაინს ორმაგად არ გაუმართლა, რადგან ერთი ავტორიტარი მწვრთნელის შემდეგ მას მეორე შეხვდა, მოურინიო. აქ კი პატარა პაუზას გავაკეთებ. მოკლედ, ჩვენ გვაინტერესებს თქვენი უკავშირი, მოგწონთ თუ არა ჩვენი ვიდეოები, ან თუნდაც რა შევცვალოთ. დაგვიწერეთ კომენტარებში თქვენი აზრი შემდეგ ვიდეოებისთვის, რა თემატიკა დაგაინტერესებთ. მაგალითად, მოურინიოს მიერ დამარხული ფეხბურთელები. სანამ ვიდეოს ყურებას გააგრძელებთ, არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქება არ დაგავიწყდეთ. მეხუთე ადგილზეა ზლატან იბრაჰიმოვიჩი.
ალბათ გვარდიოლას კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ჩავარდნილი ტრანსფერი, რომელიც თითქმის 70 მილიონი დაუჭდა. პეპმა როგორც ჩანს, საერთოდ არ იფიქრა იბრას ხის ხასიათზე, როდესაც მას პატიჟებდა. თანაც იმ დროის ბარსელონა ძალიან რთული კლუბი იყო ადაპტაციის მხრივ. სათამაშო სქემა ჯერ კიდევ აკადემიიდან იქმნება და თან ფეხბურთელების უმეტესობა ერთმანეთს აქედან იცნობდა. მოკლედ რომ ვთქვათ, იმ დროის ბარსელონა იყო დახურული წვეულება და პეპმა იბრა ვერც კლუბში და ვერც ტიკი-ტაკაში ვერ ჩასვა. შედეგად ზლატანი ნერვიულობდა, ეჭვიანობდა მესიზე და ყველას ეჭვებოდა. პეპმა იბრაში გადაიხადა 70 მილიონი ევრო, თუმცა შემდეგ უეცრად გადაიფიქრა და ვილა მოიყვანა და კლუბიდან გაუშვა 22 მილიონი ევროდ მილანში. ანუ ბარსელონამ თითქმის დაკარგა 50 მილიონი ევრო, მაგრამ გლებისგან განსხვავებით პეპმა იბრას კარიერის დამარხვა ვერ მოახერხა, რადგან იბრამ თავისი სახელი ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებად ჩაწერა. მეოთხე ადგილზე არის ჯო ჰარტი. ჰარტი 19 წლიდან სიტიში იყო და მან 4-ჯერ აიღო პრემიერ ლიგის ოქროს ხელთათმანი. ის ასევე ინგლისის ნაკრების უკონკურენტო პირველი ნომერი იყო. ეს ყველაფერი კი პეპს საერთოდ არ აინტერესებს. პირველივე შეკრებაზე იგი მიხვდა, რომ მესმეკარე მას არ აწყობდა და მიუხედავად ყველა დამსახურებისა, იგი ბრავოთი ჩაანაცვლა, ხოლო ჰარტი ინჯარით გაუშვა. მანჩინის კი შოკში იყო. მან განაცხადა, რომ ზოგადად ის მწვრთნელებს არ აკრიტიკებს, მაგრამ გვარდიოლას საქციელი სრულიად გაუგებარი იყო. გასაგებია, რომ წასვლა თავად ჰარტმა მოისურვა, რადგან არ უნდოდა მეორე ნომრად ყოფნა, თუმცა ტორინო ნამდვილად არ იყო მისი შესაფერისი კლუბი. მესამე ადგილზეა ყველასათვის საყვარელი ფეხბურთელი, ტონი კროოსი. ეს არის პეპის კარიერაში ალბათ ყველაზე უცნაური ტრანსფერი. ფეხბურთელი შესანიშნავი პასით და თამაშის გაგებით, რომელიც იდეალურად ჩნდებოდა გვარდიოლას სქემაში, უეცრად მისთვის უსარგებლო აღმოჩნდა. კროოსი ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის პოზიციაზე და შესაბამის ხელფასზეც ოცნებობდა. კროოსი კლუბში ყველას აწყობდა, პეპსაც, გულშემატკივრებსაც და ხელმძღვანელობასაც, ბეკენბაუერის მეთაურობით. ამიტომ გაუგებარია, რატომ არ უნდა წახვიდე ასე დროს ფეხბურთელის მოთხოვნებზე. თუმცა გვარდიოლამ მოისურვა, რომ კროოსის და მისი აგენტის სურვილების მხოლოდ ნახევარი შეესრულებინა. და როდესაც რეალმა უფრო დიდი ხელფასი შესთავაზა, პეპმა ხელი დაუქმნია ნახევარმცველს. სანაცვლოდ პეპმა ვეტერანი ალონსო იყიდა, რომელიც რეალში ვეღარ გაჩავდა. და ამ ისტორიაში ყველაზე უცნაური ის არის, რომ ბავარია დათანხმდა იმაზე მეტი გადაიხადა ესპანელისთვის, ვიდრე კროოსს უხდიდა. მეორე ადგილს ორი ფეხბურთელი იყოფს, დეკუ და რონალდინიო. შეიძლება ითქვას, რომ რონალდინიო თავადვე არის დამნაშავე. ოქროს ბურთის შემდეგ ვარსკვლავური ავადმყოფობა აიკიდა. დაიწყო კლუბებში სიარული და გასუქდა. მოკლედ, მართალია ბრაზილიელი ცუდი იყო, მაგრამ ის ასევე კლუბის ცოცხალი ლეგენდაც იყო. ბევრი ფიქრობდა, რომ ჩავარდნა დროებითი იყო. ფეხბურთელი სულ რაღაც 28 წელს იყო. რამოდენიმე თვე პლუს მწვრთნელის რწმენა და ჩვენ ისევ ჯადოქარს ვიხილავდით. მოკლედ, გვარდიოლამ დაუფიქრებლად განუცხადა ბრაზილიელს, რომ მასში ვერც სურვილს ხედავდა და ვერც მონდომებას. ამიტომ სთხოვა, რომ მას ახალი კლუბი ეპოვნა, რომელიც მილანი აღმოჩნდა. დეკოსთან მსგავსი სიტუაცია, თუმცა აქ უფრო უიღბლობის ფაქტორია. დეკოსაც ჩავარდნა ჰქონდა, თუმცა აშკარა იყო, რომ ეს მისთვის სულ ერთი არ იყო. მასში თამაშის სურვილი იგრძნობოდა. გვარდიოლამ არჩევანი გააკეთა ინიესტას სასარგებლოდ და ამაში მართალის აღმოჩნდა. მოკლედ, დეკუ ჩელსიში გაიყიდა. პირველ ადგილს იაია ტურე იკავებს, რომელსაც გაუმართლა. ის ორჯერ შეხვდა კარიერის განმავლობაში პეპს. ჩამშლელი ნახევარმცველი ძალიან მაგრად თამაშობდა კატალონიაში და პირველ ეტაპზე გვარდიოლა მას ენდობოდა. თუმცა ყველაფერი აგენტმა გააფუჭა, დიმიტრი სილიუკმა. აგენტმა ბარსელონას უზარმაზარი ხელფასი მოთხოვა, რაზეც რა თქმა უნდა პეპი არ დათანხმდა და ფეხბურთელი სიტიში გავიდა. მოკლედ, ტურე 30 მილიონად სიტიში წავიდა და რამოდენიმე წელში მას შოკიც დაეწია, რადგან პეპი ამჯერად სიტის მწვრთნელი გახდა. მანჩესტერში კი უკვე პეპმა შურიზიება დაიწყო. ფეხბურთელი ჯერ სხვა კლუბში არ გაუშვა, ხოლო შემდეგ მას შესთავაზა ძირითადისთვის ებრძოლა. მაგრამ პარალელურად ჩემპიონთა ლიგის განაცხადში არ ჩასვა და საერთოდ არ ათამაშა. რის შემდეგაც ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილო წავიდა კლუბიდან. დღეისათვის კი სულ ეს იყო. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოწერა და აუცილებლად დაგვიწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ ჩვენს ვიდეოებზე. ჩვენ უკვე 1000-ზე მეტნი ვართ.